მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ HTTPS-ზე და ამას გავაკეთებთ მარტივი ენით და ვიზუალური მაგალითებით, რომ ყველასთვის გასაგები იყოს რა არის HTTPS-ი, როგორ ვახდენთ მონაცემების დაშიფრვას TLS-ით და რატომ ვეძახით დღემდე TLS SSL-ს. წარმოიდგინეთ, რომ ინტერნეტში აგზავნით მესიჯს, პაროლს, ბარათის ნომერს ან უბრალოდ პირად ტექსტს და ეს მესიჯი მიდის როგორც ჩვეულებრივი ტექსტი. ანუ ვინც გზაში ამ ტექსტს დაინახავს, ყველას შეუძლია წაიკითხოს. ზუსტად ასე მუშაობდა ინტერნეტი თავიდან. მონაცემები მოძრაობდა ღიად და დაუცველად. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ კაფეში, იყენებთ უფასო Wi-Fi-ს და შედიხართ თქვენი ბანკის აპლიკაციაში. თუ კავშირი დაცული არ არის, თეორიულად ვიღაც მესამე პირს შეუძლია ყველაფერი დაინახოს. აქ ჩნდება მთავარი კითხვა. როგორ დავrწმუნდეთ, რომ მონაცემები არ წაიკითხა სხვამ? არ შეიცვალა გზაში და რეალურად სწორ საიტს ველაპარაკებით. ზუსტად ამ პრობლემებს წყვეტს SSL/TLS. ახლა მოდით გავიაროთ საერთოდ რა არის ეს SSL და TLS. SSL ნიშნავს Secure Socket Layers. ეს იყო პირველი ტექნოლოგია, რომელმაც ინტერნეტ კავშირი დაცული გახადა, მაგრამ დღეს რეალურად SSL თითქმის აღარ გამოიყენება. მისი ადგილი დაიკავა TLS-მა, Transport Layer Security. ანუ როცა დღეს ვამბობთ SSL სერტიფიკატს, ტექნიკურად გულისხმობთ TLS. უბრალოდ სახელი დარჩა ზუსტად ისე, როგორც ჟვანიას მოედანს ვეძახით გაგარინის მოედანს. მარტივად რომ თქვა, HTTP არის კარა და საკეტის გარეშე, რომლის გახსნა ყველას შეუძლია. HTTPS არის უფრო сейფი, სადაც გასაღები მხოლოდ შენ და სერვერს გაქვთ. ამ დახურულ ოთახს სწორედ TLS-ი ქმნის. ის აკეთებს სამ რამეს: შიფრავს მონაცემებს, ამოწმებს ვის ელაპარაკები და იცავს გზაში ცვლილებისგან. ამიტომ როცა ბროუზერში ხედავთ ბოქლომის ნიშანს, ეს უბრალოდ ლამაზი აიქონი არ არის. ეს ნიშნავს, რომ კავშირი დაცულია TLS-ით. ახლა ყველაზე მთავარი კითხვა. კონკრეტულად რას გვაძლევს TLS-ი? რეალურად ის სამ დიდ პრობლემას აგვარებს. პირველი პრობლემა არის მონაცემების წაკითხვა, რომ ვიღაცამ გზაში არ წაიკითხოს შენი გადაცემული მონაცემები. TLS-ი შიფრავს ინფორმაციას, თუნდაც ვინმემ დაიჭიროს ეს მონაცემი, მისთვის ეს იქნება უბრალოდ გაუგებარი სიმბოლოები. პაროლი, ბარათის ნომერი, მესიჯი, ყველაფერი წაკითხვადია მხოლოდ სერვერისთვის. მეორე პრობლემა არის აუთენტიფიკაცია, ანუ ვის ელაპარაკები. რეალურად TLS სერტიფიკატი ამტკიცებს, რომ ეს საიტი არის ნამდვილად მაგალითად Amazon.com და არა ვიღაცის გაკეთებული რეპლიკა. შენ არა მარტო შიფრავ მონაცემს, არამედ ამოწმებ იდენტობასაც. მესამე პრობლემა არის მონაცემების ცვლილება. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მონაცემები გზაში არ შეიცვლება. TLS-ი აქაც გვიცავს, თუ ერთი ბიტი მაინც შეიცვალა, კავშირი ჩაიშლება. მონაცემი მიდის ზუსტად ისე, როგორც შენ გააგზავნე და არც მეტი, არც ნაკლები. რომ შევაჯამოთ SSL/TLS-ი გვაძლევს სამ რამეს: კონფიდენციალურობას, იდენტიფიკაციას და მთლიანობას. და სწორედ ამიტომ არის HTTPS-ი დღეს არა უბრალოდ კარგი პრაქტიკა, არამედ აუცილებელი სტანდარტი. სანამ თავარ თემაზე გადავალ, თუ აქამდე მისმინე და მოგწონს ჩემი ვიდეოები, მინდა გითხრა, რომ 68% ისე უყურებს ვიდეოებს, რომ არ აქვს არხი გამოწერილი. თუ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, გთხოვ დააჭირე subscribe ღილაკს, ამით დიდ მოტივაციას მომცემ და დამიფასებ იმ შრომას, რომელიც ამ ვიდეოების შექმნაში არის ჩადებული. მადლობა. ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობს TLS handshake. როგორც ჩვეულებრივი HTTPS-ის შემთხვევაშიც ბროუზერი ჯერ ამყარებს TCP კავშირს სერვერთან. მეორე ეტაპი არის კლიენტი აგზავნის client hello message სერვერთან. ამ შეტყობინებაში ბროუზერი ეუბნება სერვერს ორ ძირითად რამეს. TLS-ის რომელი ვერსიების მხარდაჭერა აქვს, მაგალითად 1.2 ან 1.3 და რომელ Cypher Suite-ების მხარდაჭერა აქვს. Cypher Suite ნიშნავს შიფრაციის ალგორითმების ნაკრებს, რომელიც გამოიყენება მონაცემების დასაშიფრად. სერვერი იღებს client hello-ს, ირჩევს TLS-ის ვერსიას და Cypher Suite-ის კლიენტის შეთავაზებულ ვარიანტებს და აბრუნებს პასუხს server hello-ს. ამის შემდეგ სერვერი აგზავნის თავის სერტიფიკატს. სერტიფიკატში ბევრი ინფორმაციაა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სერვერის public key, ანუ ღია გასაღები. აქ უკვე საქმეში ერთვება asymmetric encryption, ანუ ასიმეტრიული შიფრაცია. ასიმეტრიული შიფრაციის დროს რა public key-თაც დაიშიფრება მონაცემი, მხოლოდ შესაბამისი private key-თ შეიძლება გაიშიფროს. ამით მთავრდება handshake-ის hello ფაზა. ამ ეტაპზე კლიენტს უკვე აქვს სერვერის სერტიფიკატი, ორივე მხარე შეთანხმებულია TLS-ის ვერსიასა და Cypher Suite-ზე. მესამე ეტაპი არის საერთო session key-ის გენერაცია. ახლა კლიენტმა და სერვერმა უნდა შექმნან საერთო symmetric session key, რომლითაც შემდეგ უკვე კომუნიკაცია დაიშიფრება. აქ ასევე გამოიყენება asymmetric encryption. ლოგიკა ასეთია.
კლიენტი ქმნის session keys სიმეტრიულ გასაღებს, შემდეგ ამ session keys შიფრავს სერვერის public key და აგზავნის სერვერთან. სერვერი იღებს ამ დაშიფრულ session keys და გაშიფრავს, ანუ decrypt-ს გაუკეთებს თავისი private key-ით. შემდეგ ორივე მხარეს უკვე აქვს ერთი და იგივე session key. ეს პროცესი ხდება client key exchange შეტყობინებაში. დეტალები განსხვავდება Cypher Suite-ის მიხედვით. მაგალითად, ხშირად იყენებენ RSA-ს. RSA არის ალგორითმი, რომელიც გამოიყენება ქიების დასაშიფრად და ის შეიქმნა შორეულ 1977 წელს. მეოთხე ეტაპი არის დაცული კომუნიკაცია. ახლა უკვე ორივე მხარე იყენებს შეთანხმებულ symmetric session keys და არჩეულ Cypher Suite-ს, რათა მონაცემები გააგზავნონ და მიიღონ ორმხრივ არხში. შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, თუ asymmetric encryption-ი ასეთი მაგარია, რატომ არ ვიყენებთ მას ყველაფრისთვის? პასუხი მარტივია. asymmetric encryption-ი ძალიან მძიმეა გამოთვლითი თვალსაზრისით. დიდი მოცულობის მონაცემებისთვის არაეფექტურია. ამიტომ ვიყენებთ asymmetric-ს მხოლოდ session keys უსაფრთხოდ გასაცვლელად, ხოლო შემდეგ უკვე გადავდივართ სწრაფ სიმეტრიულ შიფრაციაზე. ასევე უნდა ითქვას ორი მნიშვნელოვანი რამ. ზემოთ აღნიშნული პროცესი ეხება TLS-1 და 2-ს. თანამედროვე ბროუზერები უკვე სრულად უჭერენ მხარს TLS-1 და 3-ს. TLS-1 და 2-ს handshake-ის დასასრულებლად ორი network round trip-ი სჭირდება. TLS-1 და 3-ში ეს ოპტიმიზირებულია და დაყვანილია ერთ round trip-ამდე, რაც უფრო სწრაფ კავშირს ნიშნავს. მე TLS-1 და 2 ავხსენი, იმიტომ რომ კონცეპტუალურად უფრო მარტივია, თუმცა ძირითადი იდეები TLS-1 და 3-შიც იგივე რჩება. მეორე საკითხი არის RSA. RSA გამოვიყენეთ session keys გაცვლისთვის, მაგრამ თანამედროვე TLS-1 და 3-ში RSA key exchange-ი საერთოდ აღარ გამოიყენება. დღეს უფრო გავრცელებულია Diffie-Hellman-ი. Diffie-Hellman-ი არის მათემატიკური მეთოდი სიმეტრიული კრიპტოგრაფიული გასაღების გენერაციისთვის. ის უფრო რთული მათემატიკით მუშაობს, დიდი მარტივი რიცხვების და მოდულარული არითმეტიკის გამოყენებით და საშუალებას იძლევა, რომ კლიენტმა და სერვერმა საერთოდ session key გამოთვალონ ისე, რომ თვითონ გასაღები პირდაპირ ქსელით არ გადაეცეს. რომ შევაჯამოთ, TLS handshake-ი აკეთებს სამ მთავარ რამეს. ამოწმებს იდენტობას, შეთანხმდება დაშიფვრის წესებზე და ქმნის საერთო სესიის გასაღებს. და ამის შემდეგ HTTPS-ი უკვე არის სწრაფი დაცული ორმხრივი არხი. ახლა მოდი გავარკვიოთ, რა არის ეს SSL/TLS სერტიფიკატი, რომელსაც სერვერი აგზავნის handshake-ის დროს. სერტიფიკატი მარტივად რომ ვთქვათ, არის ციფრული პირადობის მოწმობა და რადგან პირადობის მოწმობა რას ამტკიცებს? ის ამტკიცებს ეს დომენი, მაგალითად Amazon.com, ნამდვილად ეკუთვნის ამ ორგანიზაციას. სერტიფიკატში წერია რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ. დომეინის სახელი, ვისია გაცემული ვადა და ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო გასაღები. ანუ სერტიფიკატი არ არის უბრალოდ ტექსტი, ის შეიცავს ამ საჯარო გასაღებს, რომლითაც შენ იწყებ უსაფრთხოები კომუნიკაციას. ასევე უნდა ვახსენოთ, ვინ გასცემს სერტიფიკატს. ვინ ამბობს, რომ ეს სერტიფიკატი ნამდვილია. არსებობენ ასეთი ორგანიზაციები, Certificate Authority, რომლებიც ამოწმებენ, რომ შენ ნამდვილად ფლობ იმ დომეინს, რისთვისაც სერტიფიკატს ითხოვ. ცნობილი სიაები არიან Dix-1, Global Sign-ი, Let's Encrypt-ი და ასე შემდეგ. როდესაც ბროუზერი იღებს სერტიფიკატს, ის ამოწმებს ხელმოწერილი არის თუ არა Sando CA-ის მიერ. თუ კი, მაშინ ყველაფერი წესრიგშია, თუ არა, ბროუზერი გაფრთხილებას გაჩვენებს. რა მოხდება თუ საერთოდ სერტიფიკატი არ არის Sando? თუ სერტიფიკატი თავად სერვერმა შექმნა, ამას ქვია self-sign certificate. ასეთი შემთხვევაში ბროუზერი გეუბნება, რომ connection-ი არ არის უსაფრთხო. რომ შევაჯამოთ, სერტიფიკატი არის ის მექანიზმი, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავრწმუნდეთ, ვის ველაპარაკებით. TLS შიფრავს მონაცემებს, მაგრამ სერტიფიკატი გვაძლევს Sando-ობას. კარგი, ახლა ეს ყველაფერი თეორიად რომ არ დარჩეს, როგორ გამოიყენება HTTPS-ი რეალურ ცხოვრებაში? ყოველ ჯერზე, როცა ბროუზერში ხედავთ ბოქლომის ნიშანს, ეს ნიშნავს, რომ TLS handshake-ი წარმატებით დასრულდა და კავშირი დაცულია. თუ დააჭერ ამ icons, შეგიძლია ნახოს სერტიფიკატი ვისია გაცემული, ვინ გასცა და როდის ეწურება ვადა. თუ რამე პრობლემა არსებობს, მაგალითად სერტიფიკატი ვადაგასულია ან დომეინი არ ემთხვევა, ბროუზერში მაშინვე გიჩვენებს ეკრანზე, რომ კავშირი არ არის Sando. ეს იმიტომ ხდება, რომ ბროუზერი არ ენდობა ამ საიტს, ანუ ამ სერტიფიკატს, რომელიც ამ კონკრეტულ ვებგვერდშია ჩადებული. ასევე უნდა ვახსენოთ გავრცელებული მითები HTTPS-ს. მითი ნომერი 1. HTTPS-ი ნიშნავს 100% უსაფრთხო საიტს. არა, HTTPS-ი მხოლოდ ნიშნავს, რომ კავშირი შენსა და სერვერს შორის არის დაშიფრული. თუ თავად საიტი არის მავნებელი, TLS-ი ამას ვერ გაასწორებს. მითი ნომერი 2.
HTTPS-ი მალავს ყველაფერს. არასრულად. TLS-ი შიფრავს მონაცემებს, პაროლებს, ფორმებს, კონტენტს, მაგრამ დომეინი, რომელზეც შედიხარ, ჩვეულებრივ მაინც ჩანს ქსელში. მითი ნომერი 3. HTTPS-ი ნელა მუშაობს. ეს ძველი თემაა, თანამედროვე TLS-ი განსაკუთრებით 1 და 3 იმდენად ოპტიმიზირებულია, რომ სხვაობა პრაქტიკულად შეუმჩნეველია. და მითი ნომერი 4. პატარა საიტს არ სჭირდება HTTPS. დღეს HTTPS-ი არის მინიმალური სტანდარტი. ბროუზერები უკვე პირდაპირ აფრთხილებენ მომხმარებლებს, თუ საიტი დაუცველია. HTTPS-ი არ არის ფუფუნება, არ არის კარგი დამატება. ეს არის საბაზისო უსაფრთხოება თანამედროვე ინტერნეტში. რომ შევაჯამოთ დღევანდელი ვიდეო, TLS-ი აკეთებს 3 მთავარ რამეს. შიფრავს მონაცემს, ამოწმებს ვის ელაპარაკები და იცავს ინფორმაციას ცვლილებისგან. ჰენდშეიკის დროს მხარეები თანხმდებიან წესებზე, ცვლიან გასაღებს და ქმნიან უსაფრთხო არხს. ამის შემდეგ HTTPS-ი უბრალოდ მუშაობს ყოველ ჯერზე, როცა ხედავ ბოქრომის ნიშანს. თუ მოგეწონა დღევანდელი ვიდეო, გთხოვ გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო და დამიტოვე კომენტარი. ეს მართლა მეხმარება. ნახვამდის.